ხლებებია რუსთავშიც რაღაც ორგანიზებულად აპირებენ. საერთოდ აი ესეთი მასშტაბური მუშაობა რატომ გააჩაღეთ და რატომ აპირებთ ყველას და ყველას მოწვევას იქ 10-ში 13-15 საათისთვის. მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი 10 მაისი. მე რომ ამბობ 10 მაისს რაღაც სასწაული შეიძლება მოხდეს და კვანძი გაიხსნა. ძალების დემონსტრირებას აპირებთ? მაგრამ 10 მაისს პროცესი დაიწყება. ეს იქნება მშვიდობიანი, ყოველად მშვიდობიანი აქცია. უიარავო, არაძალადობრივი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომის, საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით და არა იმ მოთხოვნით, რომ ეს პრეზიდენტი წავიდეს და სხვა მოვიდეს პრეზიდენტი. არა ბატონო, არაფერი არ გშურს მაგ პრეზიდენტის არც მაგის კაბინეტი, არც მაგის ჩინმედლები და წავიდეს გაუქმოს ეგ პოსტი და ჩადგეს ქვეყანა ნორმალური განვითარების კალაპოტში. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გვეღირსოს რაღაცა ჩვენს თაობას, უფროს თაობას, ახალგაზრდა თაობას პირველ რიგში, რომელიც მოდის და ვერაფერს ვერ ხედავს ძალადობის მეც და ძალადობისგან იღებენ მაგალითს და ხედავთ რევი ხდება ამ ბავშვებში უკვე 14-15 წლის ბავშვებში, ხო? ეს იმ ბავშვის ბრალი კი არ არის. ეს იმ ხელისუფლებების ბრალია, რომელმაც არაფერი გაუკეთა მათ მშობლებს წლების განმავლობაში. არც წიგნი, არც განათლება, არც მეცნიერება, კულტურის ძეგლები მოუსპო, მუზეუმები, უნივერსიტეტები გაუნადგურა. ფუნქცია აღარ დაუტოვა და ტელევიზიებით გაუშვა 15 წლიანი სერიალი საშინელებათა ფილმების, მკვლელობების, აღურახსნილი სექსის და ბოლოს ის გამოიფიქრეს განათლების რეფორმისათვის, რომ სკოლებში შეიტანეს სექსუალური აღზრდის ყოველად უმსგავსო სახელმძღვანელო და ისიც კი არ გააკეთეს დადის ეკლესიაში მთელი ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის დამატებით. ღმერთმა აპატიოს და იქ მეტალოვის კატელია თუ რა ქვია, იარაღის საძებნს დგავენ და მრევლს ატარებენ იმაში, რომ არაფერი დაემართოს ამ გვამს თუ ეკლესიაში, ვინ რა უნდა გაუკეთოს. საქართველოს ეკლესიაში არასოდეს არ მომხდარა არაფერი ექსცესი, ამითაც გამორჩეული ეკლესია გვაქვს და ისიც არ უნდა გააკეთო, რომ დანერგოს სკოლებში მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები, რომელიც დაინერგა ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაში და მეცაც გეტყვით, საბერძნეთში სახელმწიფო რელიგიათა და სახელმწიფო საგნებად არის გადაცეული მთელი ეს ქრისტიანული კანონიკური მოძღვრება და ბიბლიის თავებია გასაზეპირებელი, რომ კაცმა მიიღოს ატესტატი და დიპლომი და ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ არ კლა, არ იკურდო, არ იტყუო, არ დაიდო იუდას სოდვა და სხვა და სხვა, ხო? დეტექტორები გასმართა ეკლესიებში? ეკლესიებში დგას. აბარა, იმას გავონ, ეს 20 საკადეტრო ბაზარში დეტექტორს და ერთი პერიოდი მდელმთავრების შეამოწმეს ამის წინაშობა იყო ჩვენ განცხადება გავაკეთეთ სპეციალური სინოდის წევრები შეამოწმეს იარაღზე. და წარმოიდგენს ასეთ რამეს ნორმალური ადამიანი ფსიქიკა რა დონეზე შეიძლება დაეშვას აი ამ ცუდი გაგებით დედიკოს ბიჭების ქცევა, რომლებიც მოვიდნენ და აზრი არ არის საერთოდ რა ქვეყანასთან აქვს საქმე, რა კულტურის ხალხთან, რა რელიგიასთან და ის რა ქვია, ქულიოს მუსიკაზე არიან გაზრდილები მარტო და ქართული ხალხური სიმღერის ატანა არ არის. ეს რა თქმა უნდა არის იმხელა მოხდე, რომელიც ყოველგვარი ჩვენი კოორდინატორების აქტიურობის გარეშე ისედაც მოიყვანს ხალხს. ისედაც მოიყვანს ხალხს და გარდა ამისა, ჩვენ ახლა თბილისს ვეყრდნობით ტრადიციულად სამწუხაროდ ჩვენი რესურსები არ წვდება თბილისის იქით, რომ ხარდამჭერები არანაკლები ყავს იქაც, მაგრამ ამჯერად უკვე მთელ საქართველოში დავიწყეთ აქტიური მუშაობა. მოგეხსენებათ ბათუმში სოსო შატბერაშვილი ბრძანდებოდა კვირას და იქ აეროპორტთან ჩაატარა ბრიფინგი. სარწიჭალაში ყოფილა ეს მოსახლეობას, აი ბათუმის აეროპორტის ისტორია გაიხსენეთ. აიღო კაცმა და ბათუმის საჰაერო ჭიშკარი მე დიდ პატივს ვცემ თურქეთს რაზეა საუბარი, მაგრამ არა ჩემ ხარჯზე რომ მე ტერიტორია ვაჩუქო. აჩუქა თურქეთს ტერიტორია და ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელი მოაწერა თურქეთის პრეზიდენტთან ამაჟბატონმა, იქ თურქული ტარიფები მოქმედებს. ითვლება აეროპორტი შიდა თურქულ აეროპორტად და საათის თურქეთის დროზე იმუშავებს შიგნით. ეს არის უკვე ტერიტორიის გადაცემა, ეს ინვესტიცია აღარ არის. ეხლა თბილისის აეროპორტიც თურქებისა, მაგრამ ისინი ინვესტორებია და თბილისის დრო მუშაობს შიგნით. მართალია სახურავებით ჩაიტანა სტამბოლში, მაგრამ ნუ ასე თუ ისე კიდევ ტერიტორიის გაცემა ეს არ არის. დღეს უკვე გადასცა ტერიტორია იმ თურქეთს, რომელი ტერიტორიაც 300 წელი მოდიოდა დედასამშობლოსაკენ თურქეთიდან. და ამას ეძახის რეფორმას და ეხლა იქ რო აშენებს შერატონის ტიპის სასტუმროს, იქ ასეთი ცხოვრების დონით ვერავინ ვერ ჩავალ დასასვენებლად. ვერავინ ვერ დაუსვენებთ, იმიტომ რომ იქ ნომერი აღირება $300, $1000, $2000. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აი ამათმა წრემ, ამათმა კლანმა, ბეჟოაშვილებმა, სააკაშვილის სოშვილმა, ნოღაიდელებმა, ბუგჯანაძეებმა და სხვებმა დაისვენოს თავიანთი უცხოელი მეგობრებით. რა თქმა უნდა, ბათუმიდანაც ჩამოვა ხალხი. რა თქმა უნდა, თბილისის გარეგნებიდანაც ჩამოვა აუცილებლად ტაბახმერელები, კოჯრელები, შინდისელები, წყნეთელები, დიდგორელები
დიღმელები, რადგანაც ეს ტერიტორიები ხელოვნურად გაერთიანეს თბილისთან, ქალაქთან, რაც გამოიწვევს იმას, რომ უახლოეს ხანში მიღებული იქნება კანონი და მიწის გადასახადი დაწესდება ისეთივე, რაც არის თბილისში. ეჭვარ შეგებაროთ, ეხლა წაეშმაკეს და დატოვეს ზოლი გადასახადი. ეს რამდენიმე თვის ამბავია. დადგინდება თბილისის ტარიფები. ეს არის საშინელი ფართი, ჩემი ოფისის უკან არის პატარა ეზო 500-ზე, ხო? 500 ლარი მოვიდა ქვითა. ეხლა იქ ვაკ დიდგორელს და დიღმელს ჰექტარი ღმერთმა მისცეს იმისია, იმის წინაპრებისა, იმათ შეინარჩუნეს და მოვიდანეს საქმე და მათ ეკუთვნით. ის როგორ გადაიხდეს ამ გადასახადს? ის იძულებული იქნება გაყიდოს, არ როგორც ბინებზე გააკეთეს კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით. გაყიდოს ეს ჩალის ფასად და წამოვიდეს და შეუერთდეს თბილისში უმუშევართა არმიას და მეატოვოს თავისი წინაპართა საძოლე და თავისი მიწა, ხო? რა თქმა უნდა ეს ხალხი მოვა, რა თქმა უნდა მთელი თბილისი მოვა, თბილისის აქტიური ნაწილი. ეხლა ბევრი ვერ ეგუება მიტინგს და სახლიდან გულს შემატკივრობს, ასე რომ ვთქვა და მე მესმის ამ ხალხისაც და რაღაცა ეტაპზე გამოვა, მაგრამ ის რაც თბილისში ხდება, ეს არის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის პოლიტიკა, იმ განსხვავებით, რომ გარანტირებული კვება იყო, გარანტირებული სინათლე და გარანტირებული გაზიც კი, ვთქვათ, იმ ჯვარგვეწეროს გაზით ვისაც გუდავდნენ. გაზითაც გუდავ, კოლექტიურ მრეწველებსაც გვიყენებენ, ფანტასტიკურ გადასახადებს აწესებენ. ის სანდრაბუსები რო ჩამოიყვანეს ჰოლანდიიდან, ისინიც გაზურდა უკვე აგერ დღეს ვერც მიდიკმა ვერ გააჩერა, ხო ის ხახადაღებული საკრებულო 40 თეთრი გახდა. მეტროც გაძვირდა. ფაქტურად გადაადგილება შეუძლებელი გახდა. არ არსებობს ხელფასი დედაქალაქში, რომელიც მარტო სატრანსპორტო ხარჯებს გაუძლებს. აღარ არის საუბარი ამ კომუნალურ გადასახადებზე, ამ ნაგვის გატანის საშინელ ტარიფზე, რომელიც არ ვიცი კვადრატული მეტრებით იზომება თურმე. შეიძლება არ ცხოვრობ იმ სახლში მე და იმ ოფისში და არ ვაგროვებ ამ ნაგავს, მაინც და მაინც მე რაზე უნდა ვიხადო და თანაც რო ვიხდი მე საშემოსავლო გადასახადს ხელფასიდან, ყველა ოპერაციიდან, ბიზნეს ოპერაციიდან, ის DRG-ს, კიდევ საგზაო გადასახადს და 1000 რაღაცას ეკოლოგიურს ის არ ეხება ნაგვის გატანას ვერ გავიგე. აბა ასე შეიძლება გააკეთო ყველაფრის გადასახადი და ბოლოს აი ეს ჩვენ წინაპრებს აქვს კაი ნათქვამი, ფეხის ქირას ხო არ აქვს ხო? ფეხის ქირას გამოგვართონ ალბათ რამდენი მეტრს გავივლით, იმდენი 10 თეთრიან და არის იქნება დაწესებული, რადგანაც ამორტიზაცია მოსდის ასფალტ და ტროტუარს. ბოდოშავა ოზურგეთელები გიდგებიან გვერდიდან, როგორც ჩანს, ჩამოდიან აგერ ახლა SMS-ი ძალიან დიდია სურვილი ხალხის მოვიდეს მშვიდობიანად, ყოველგვარი ისტერიკების გარეშე, ყოველგვარი ახალი კერპების გამოგონების გარეშე დააფიქსიროს თავისი პოზიცია და უთხრა სამხელისუფლებას წადით, გეყოფათ, ეხლა არ მინდა სიტყვა კმარა ვიხმარო, თქვენი კვარელები არ გეყოლებათ? არა, მართლა დავიფარო, ჩვენ კვარელები გვინდა, ჩვენ ეროვნული ძალები ყავს ჩვენი ხალხის სახით, რომელსაც წინ ვერ დაუდგება ვერც ერთი კვარა და ვერც ერთი ხუნველი. ეს კვარელები დაქირავებული ჯორჯ სოროსისა და ბრუ ჯექსონისაგან საკუთარი სამშობლოს გაყიდვაში დახელოვნებულნი და მათ აიგზალებათ სახელმწიფო სამსახურის თანამდებობების დაკავება ძალიან მალე შესაბამისად. ძველი კვარელები ყველა ძალოვანებში გადავიდნენ. მე არის თქვენ როგორ კვარელები გეყოლებათ? მართლა საინტერესოა. როგორც გადავიდნენ, ისე გადმოვიდნენ. უკვე და ისე აგებენ პასუხი. ბოდოშავა, მართლა საინტერესოა თქვენ განაცხადი შეიტანეთ თუ არა მერიაში და საერთოდ აი კი, მერიაში განაცხადია. მშვიდობიანი აქცია თუ იქნება, როგორი პირობები იქნება და რა იქნება? ორი კვირის წინ გაფრთხილდა იმის თაობაზე, რომ არის მშვიდობიანი აქცია, რომ ჩაიკეტება რუსთაველის პროსპექტის სავალი ნაწილი. მე ძალიან ვთხოვ ჩვენ ძვირფას ბრძოლებს, ჩვენ ძმებს და მეგობრებს, ასე იგი, ხუთშაბათს 10 მაისს 3 საათიდან თავი შეიკავო რუსთაველის პროსპექტზე მანქანით გამოვლისა და ფეხით გამოიერონ და შემოერდნენ მიტინგს. მანქანებით არიაროთ, რადგანაც იქ შეიძლება ხალხი ვერ დაეტიოს და ამიტომ ნაკლები პრობლემები რომ იყოს და არ დაიწყოს ახლა იმ რა ქვია შესაბამისმა სამსახურებმა რომ აი მანქანებს ეშლება ხელი და სხვა არიაროთ მანქანებით. ბოიკოტი გამოუცხადეთ რუსთაველის პროსპექტზე მანქანით გავლას 10 მაისს 3 საათიდან ეს ჩემი ძალიან დიდი თხოვნა. დარჩენ ჩვენ მივხვდეთ ყველაფერი კარგად. ძალიან კარგი, ხა უცნაური SMS-ი იყო პრეზიდენტობაზე იყო საუბარი, მე თვითონ პრეზიდენტი ვარ კავკასიის და მეყოფა, თქვენ თავად ბრძანეთ კერპების გარეშე. ეს მართლა საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ნამდვილად აი ჩვენი ერი ბოლო 15-20 წელი კერპებს ელოდება. თქვენ ძალიან კარგია რომ აცხადეთ რომ კერპების გარეშე. მე ეს იდეა მხიბლავს და მაინტერესებს, რამდენად არის გასაგები სხვა პოლიტიკური ძალებისათვის, აი ეს იდეა თქვენი კოალიციური ხელისუფლებისა, რასაც თავაზობ საზოგადოებას. ფიქრობ ჩვენი ინფორმაციით არც ერთი პოლიტიკური ძალა ამის წინააღმდეგი არ არის, რომ ქვეყანა გადავიდეს საპარლამენტო მართვის მოდელზე.
და ძალიან ბევრი მოთხოვნა ეს იქნება აცი რა და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია თითქმის ყველა თანახმარია მოვა სიტყვით გამოვა თავის პოზიციას დააფიქსირებს ეს არ არის ხლა ლეიბორისტული პარტიის მიერ პრივატიზირებული მიტინგი მოგესწრებათ ჩვენ 17 აპრილს გამოაცხადეთ საყოველთაო ეროვნული გაფიცვა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი ქვეყანაში ნოვაცია პირველი შემთხვევა როდესაც გულანთებულმა ხალხმა ცხვირწინ მიუკეტა მერიას მაღაზიის რკინის დარაბები გახსოვთ როცა დაიკეტა ბაზრები ბათუმიდან ემიამდე ლაგოდეხამდე და სკოლებში ჩაიშალა მეცადინეობა და ინსტიტუტებში ამონაცემებს ასაიდუმლოებიან კიდევ მაგრამ გულები გაუსკდათ და აქედან გამომდინარე ჩვენ მაშინ შევბერდით მოსახლეობას რომ მოამზადებდით პოლიტიკურ მიტინგს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით და აი 10 მაისს დაინიშნა და ყველაფერი გაკეთდა ოფიციალურად მერიაში წერილი და სხვათა შორის ჩვენით მოწვეული ყავს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში აკრედიტებული რათა ელჩებმა მათმა მოადგილეებმა თავის თვალით იხილონ ქართული ხალხის მშვიდობიანი კონსტრუქციული და იმავდროულად შემართებული განწყობა იმაზე რომ ვერ მოითმენენ ცივილიზაციის მატარებლის ჩამორჩენას ვერ მოითმენენ ბარბაროსობას აგრესიას და ძალადობას ვერ მოითმენენ სიღატაკეს მაშინ როდესაც დღეს მსოფლიოს ის პრობლემები გადარჩენია კომპიუტერის რომელი თაობა გამოიყენონ თავიანთი ბავშვების გასაზრდელად და ეს უნდა ხმამაღლა თქვა და სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელქს ასევე გადაუგზავნეთ ყველა მონაცემი მიტინგის შესახებ და ასევე მოიწვიეთ მიტინგზე მათი წარმომადგენლები ვფიქრობ ჩვენი აქტიურობა იქნება მის გარანტია რომ მსოფლიოს საზოგადოებაც მისი მოკავშირეები დასავლეთში სააკაშვილის მოკავშირეები ერთ ჩვენ ერთ დღეს ეტყვა რომ ბიჭო ვერ გამართლე შენ ვიყოფილ და არიქა მოუსვი აქედან თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები და პროცესს დავიწყებთ შემართებით ჩვენ ამისათვის მზად ვართ ხალხის მზადყოფნაც ვფიქრობ გამოკვეთილია ესე იგი არაფერი არ უშლის ხელს დიდი საქმეების სამუწყებას და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ერთ შეკითხვა ბადოშავა მართალია უცნაური ის არის რა ქვია SMS-ი. მე სამწუხაროდ მესიჯებს ვერ ვადევნებ თვალზე. არა თქვენ აქცენტი მე მეტნაკლებად კომენტარს გაიკეთებთ ახლა მე არ მინდა აი კონსტიტუციურ მონარქიაზე ახლა ფაქტიურად კონსტიტუციური მონარქია იგივე საპარლამენტო რესპუბლიკა და მოკლედ გაეცით რა პასუხი ამაზე ეგება გვეფიქრაო კონსტიტუციურ მონარქიაზე. საპარლამენტო რესპუბლიკაში ორი სახის ფორმალური სახელმწიფოს მეთაური არსებობს. ფორმალური ერთი მონარქი მეფიან დედოფალი მეორე პარლამენტის მიერ არჩეული ვითომ პრეზიდენტი და რომელსაც არაფერი არ ეხება უბრალოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები აქვს. ამიტომ ჩემთვის არც ერთი მოდელი მოუღებელი და არც მეორე. თავარია 5 წლით არჩეული მიშასნაირი გადარეული არსება, რომელსაც ვერც პოლემიკით, ვერც აქციით, ვერც ადამიანობით ვერაფრით ვერ გააგებინებ იმას, რაც ჭირდება მის ხალხს. და ის მაინც გაკივის თავისას, რომ ჩვენ სხვა ერი ვართ. ნამდვილად სხვა ერი ვართ, აბა რომელიც სხვა ერი გაუძლებდა იმ სისულელებს, რასაც ჩვენ უძლებთ. მაგრამ იმედია, რომ ეს სხვა ერი აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს და ნამდვილ სულს ძალიან მალე ამ ხელისუფლების მაღალი შენობებს და დამქაშებს თემსოფლოში. სოციალურ პატრიოტიზმის გადაასწრესო უკვე. ისო? პატრიოტიზმის გადაასწრესო თაღლითობით. არა, პატრიოტიზმი პირველ კლასელი იყო ამათან შედარებით. არ ვიცი, ახლა მე ბადოშავა მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. მერიდება რომ ამაზე დისკუსიაც დავიწყო. მალავს უყველა სასტუმროს ადმინისტრატორი. დაუძვირთავია ჩვენი სასტუმროები. 15%-ია, მოდით ესე ვთქვათ, ახლა ნამდვილად ვიცი ეს ციფრი. 15%-აა დატვირთული სასტუმროები. რა უწყდათ ეს ამდენი სასტუმროების მშენებლობა? ყველამ გააჩერა, დაუკვირდით ის ივერიად 3 წლის წინ დააცალეს, დაანგრიეს და არა შეიძლება, იმიტომ რომ დაუტვირთავია. არ ჩამოდიან საქართველოში ეს უცხოელები ამდენი რომ რაღაც, არ ვიცი, იცით, აი რაღაცა პიარი მგონია ყველაფერი ეს. ვიცით სამშენებლო ბუმი. არაფერი სამშენებლო ბუმიც არა. არავითარი სამშენებლო ბუმი არა, ახლა თავიანთ სახლებს რო იშენებენ, თუ ამას თვლიან სამშენებლო ბუმად და უცხოეთში შეძენილ ძვირფას ვილებს, ეს არ ვიცი, მაგრამ ხალხისთვის სამშენებლო ბუმი არ არსებობს და პირიქით ცოლები ვერ მოუყვანეთ ბიჭებს და გოგონები ვერ გათხოვდნენ იმისათვის, რომ საბინო პირობები არ აქვთ არანაირი და ახლა 10 კაცი ერთ ოთახში ვერ დაწובה რამენაირად, ხო? აღარ არის ფასტიკური ფასებია, იტალიური ოჯახები რო იყო და სხვა პერიოდი მოვიდა, სხვა თაობა, სხვა ახალგაზრდობა, სხვა მოთხოვნებია, ისედაც ხალხს დაუკარგეს რიგები, კოოპერატიული ბინადრობები გადაყარეს, ურცხვა და ის ფულები შეჭამეს და მიითავისეს და საკუთარი ბიზნესები წამოიწყეს და ისინი ხელისუფლებაში არიან ისევ. მე ადრეც განვაცხადე მის თაობაზე, რომ თუნდაც გიორგი ბარამიძის მიერ 60 მილიონი ამერიკული დოლარი ეროვნული ბანკიდან გატანილი, გაქრა უკვალო და ბუნებაში თუ
გავითვალისწინებთ რომ არაფერი უყოლოდ არ ქრება, ეს ძალიან კარგად ეთყობა ის რა ქვია სააკაშვილის და ბარამიძის თვითკმაყოფილ სხეულს და სახეს, ხო? ამაზე რა პასუხის მოთხოვნა არ არის და არც იქნება სანამ ესენი იქნებენ თავის თავს ხوار მოსთხოვენ პასუხს საკუთარ კუთხე მოიჭრენ. მაცა მაინტერესებს ბადოშალო, თქვენ თუ კი დავუშვათ აი 10-ში დაიწყე და მიაღწიეთ რეალურად. რაც შეეხება მაპატიეთ სასტუმროების ბუმს, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. სოფლიო პრაქტიკულად ჯერ კეთდება საქმე, ჯერ ეწყობა საკურორტო ინფრასტრუქტურა, ჯერ ეწყობა ბიზნესი და მერი არის უცხოეთიდან მოთხოვნილება რომ ჩამოვიდნენ და აქ დასახლდნენ და ღამე გაათიონ. ესენი იწყებენ სახლის მშენებლობას სახურავიდან, რომელსაც არ აქვს კედლები, არ აქვს სვეტები და ვერ მაგდება დედამიწაზე ნორმალურად. ამიტომ თავზე დაემხობა ეგ სასტუმროებიც აღარ. ძალიან მალე თუ ასე გაგრძელდა საკუთარ კაბინეტებთან ერთად სხვადასხვა. თქვენი აზრი მაინტერესებს რა ბადოშალო, თუ კი დავუშვათ რაღაც კონსენსუსი შედგა საზოგადოებისა და გადაწყვიტა ყველამ რომ დავუშვათ საპარლამენტო რესპუბლიკაზე სერიოზულად აგორდეს მოძრაობა. რა შეეცვლით და რა პოლიტიკის გეწახოთ? აი თუდაც არ ვიცი, მე ამ ტყეების გაყიდვა შეაჩერებ, ამას დასასვენებელი და სასტუმროებისათვის გამოვაწყვეტოთ საქართველოს საითკენ წავა. თქვენი აზრი კონკრეტულად თქვენი პარტიის სატელევიზიო დროში მე გამოაცხადო მთელი პროგრამა, რომელიც გავაჩინა. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ სააკაშვილის წასვლასთან ერთად, ამ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად ტარიფები დაუბრუნდება თავის ნიშნულს. მინიმალურ ნამდვილად შეძლებთ? აბა ეხლა 6 თეთრზე მეტი ელექტროენერგია რო არღის. თავისი ყველაფერი ტრანსპორტირებით, ამორტიზაციით, გენერაციით თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს ამბავი, ხო? ის ამბავი რომ მართალია რუსეთმა გააძვირა გაზი, მაგრამ $100 კიდევ ბეჟოაშვილების ინტერესების გამო დაემატა გაზს. კი, არის შიგდევს. ხო, დაემატა შიგდევს და ეს უნდა ჩამოარდეს დაბლა, ამაში არ გეპარება. ის ამბავი რომ წყალზე არ შეიძლება ქართველი კაცი იხდიდეს რაიმე გადასახადს, მე მგონი ამაში საერთოდ არ გეპარებათ. ეჭვი და ამას ნებისმიერი ოდნავ ჭკვიანი მთავრობაც კი გაუქმებს ამ გადასახადებს. ის რომ კოლექტიური მრიცხველი და არ უნდა ხდებოდეს ელექტროენერგიის დაანგარიშება, ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ეს კოლექტიური მრიცხველები ისტორიაში ჩაბარდება და ჯართ ჩაბარდება. ის რომ ტრანსპორტი უნდა იყოს უაღრესადიაფი, კომუნალური, მეტრო, ავტობუსები, ეჭვი არ გეპარებათ, ეს ასე გაკეთდება. ის რომ განათლების ყველა საფეხური იქნება ბიუჯეტიდან დაფინანსებული მეცნიერების ჩართული, ეჭვი არ გეპარებათ. ის რომ შემოქმედებითი კავშირები აღსდგება და წერილები დაწერენ და კომპოზიტორები იმღერებენ და ხატრები დახატავენ, ეჭვი არ გეპარებათ. ის რომ უნივერსიტეტი, კოლეჯი კი აღარ იქნება, უნივერსიტეტის სახეს დაიბრუნებს და აკადემია თავის სტატუსს დაიბრუნებს, ეჭვი არ გეპარებათ. ის რომ ხელისუფლება აღარ დახოცავს ახალგაზრდა ბიჭებს და მერე აქეთ არ გადმოგვაბრალებს, ეჭვი არ გეპარებათ ალბათ, არა? ამიტომ ყველა უბედურება ის კინო რო არის, ჭუჭყინტოიდან ნაგავი ხოშენი მოგონილიო ის რო უბრალოდ ანარქისტიანია. აი დაახლოებით ეს სიტუაცია, ამათი მოგონილია ყველა უბედური. კი, ფაქტიურად. გარეთ ხალხის, არა ჩვენი. დღეს რუსეთის საელჩოში მიღება არის და ჩვენ არასდროს არ გვიწევს რუსეთის საელჩო, თქვენც როგორ ჩანს მწრავად ახართ რუსებისადმი. თქვენ თუ შეძლებთ იმას, რომ რუსებმა და ამერიკელებმა ერთად მოიყვანეს ეს ხელისუფლება მე და მოგაქცევთ. კი, ფაქტიურად აღიარებულია. ასე რომ იქ არიან ეგენი სრული თანამონაწილეები და სრულად თანაბრად აგებენ პასუხს დამდგარ შედეგებზე. ჯერჯერობით თავის ნამოქმედაზე რუსეთს ცხვირიდან ძმარი ადინეს და დარწმუნებული ვარ, მალე ამერიკელებიც იგივე პროცესს დაიწყებენ ცხვირიდან. კარგი და აი რა ხედავთ ალბათ რა ამერიკული ორგანიზაციები რა რეიტინგებს უწერენ ბურუნდისა და კამერუნის შემდეგ რო ხარ პრესის თავისუფლების ხარისხში და ეს დაწერა ამერიკულ ორგანიზაციამ რა ხასიათზე იქნებენ ამერიკელი მეგობრები ერთმანეთთან. არა, წრეხი რო არის მედიაზე, აქ ორი აზრი არ არსებობს. წრეხი კი არ არის, რეპრესია და გილოტინა დადგა თავზე. მე ძალიან მიგვიძ როგორ გადარჩა თქვენ ტელევიზია ამ ქარკახილებს და ღმერთთან კარგად განყოფოთ და ნახეთ თქვენ ალბათ რამდენი ტელევიზია დაიხურა მარტო ივერია, მეცხრე არხი, 202, დახურვა, დაჭერა, დარბევა კიდევ საქართველოს სხვა იყო კიდევ არც ტელევიზიები არ მინდა დამთავრდა კითხზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიცი, აი ეს ფინანსთა სამინისტრო რა მანქანებით მუშაობს, ან მათ ფინის საერთოდ რითი არის ეს საგადასახადო მათ სამსახური. მათ თვეში ჩალაგებული აქვს ფულის დასტა. არა, მართლა უცნაურია. არა, მე მინდა ეს აი არ მითქვია, საწუწუნოდ არ ვამბობ, მაგრამ დალოცვილები ანგარიში მეც ვიცი და თვითონაც უნდა 4-ჯერ მეტი დაგვაწერეს, დაგვიყადაღეს და 4-ჯერ მეტი იმისათვის რომ გააჩერო. არა, აქ საოცრებაა. პოლიტიკა შეაცვლოვებია. მე რა მინდა გითხრათ, ბატონო, რომ 4-ჯერ მეტი დაგვაკისრეს დავალიანება, ვიდრე გქონდა. ეს არნახული სიბრიყე და იდიოტობა გააკეთეს და მე ისეთ ცნობისაც მინდა რუსთავიორს 4.5 მილიონი რო აპატიეთ აბატეთ რა მე რატომ მიმატებთ 4-ჯერ მეც მე რიტორიკული შეკითხვა ტელევიზიად იყო გამოცხადებული და მაგრამ თუ კი ბიუჯეტთან ანგარიშწორება ყველა მაგრამ ეროს კეთმანიშვილი ჩამოვიდა ახლა და ინტერვიუებს აძლევს უცხი პირით საქართველოს დაღუპა ამ კაცს
ეს როგორ გედავს ქართველებისათვის თვალში შეხედვა. სადი რა იმ ამერიკაში რაც გადაშვეს და მოიხმარა ეს მილიონები, რომელიც რა თქმა უნდა არ მოხმარდება მოადრო და აგერს პასუხი. მე მაინც მინდა იმ თემას დაუბრუნდე რუსეთთან დაკავშირებით. თქვენ რადგან ბრძანებთ რომ 1 თეთრზე ჩამოიყვანთ და ეს პრინციპში რეალურად შესაძლებელი არის. სხვა შორის 6 თეთრიც ბევრია, თეთრ ნახევარი. ეთანხმებით ბადაშალა. გაზის გათვალისწინებით. აი რაო ეს რას უზამთ? მაბატე არა, აი თელას პროგრამას ნუ მოვუყოლიეთ. არ ძალიან საინტერესოა. ეს ხალხ თქმელი დაპირებებით ოპადიჯები მიტინგზე მე გეუბნებით რომ სააკაშვილის სასვლა და ქვეყნის გაცოცხლება იქნება ერთი და იგივე. ეს იქნება უკვდავების წყალი საქართველოსზე და ჩვენ ამ საქმეს თუ გავაკეთებთ, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. მე ვიქნები თუ სხვა იქნება დიდ პოლიტიკაში, ასეთ აღვირახსნილობას ვერავინ ვერ გაბედავს და არც არავინ მეგულება პოლიტიკურ სპექტრში ამის გამკეთებელი და ამის. კარგით, მე უბრალოდ გამიხარდებოდა თუ იმ თელას ეს 7 თეთრი რაში ერგება ვერ დავადგინე და ჩამოვაწერე. თელასი ენერგეტიკა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო საკუთრებად. არავითარი ინვესტორი. არავითარი ინვესტიციები თუ გინდათ და თუ უცხოელ მეგობრებს უნდათ ჩვენ დახმარება, კეთილინებონ და ჩამოიტანონ ფორდის ქარხნის ხელსაწყოები, დადგან ქუთაისში და აღორძინონ მანქანად შენებლობა. კეთილინებონ და ჩამოიტანონ ბოინგის და ერბასის ქარხნიდან, ახლა ჩინეთში გადაავალ. ერბასის ქარხნის ფილიალები. კი, ვიცი. გადმოვიტანო, ბიჭო, ჩინეთზე ახლა ხოვართ, ხო? ხოვართ ევროპული ორიენტაციის ქვეყანა, ევროსაბჭოს წევრი. აგერ 31 ქარხანა დიმიტროვის უზარმაზარი კომპლექსი, რომლის ავიაგამანადგურებლებით საბჭოთა კავშირი რო იტყვიან მუშტებს კაჩავდა 70 წელი. აქ გადმოვიტანო ისინი და აი ეს არის ინვესტიცია. ინვესტიცია ის კი არა რომ მოხვალ კოლექტიურ რიცხვებს გამიყენებ წყალზე, შუქზე თუ გაზზე და ტარიფებს გამიხდე. ესენი ამას ეძახიან ინვესტირებას. ეს არის ქვეყნის გაყიდვა და დაბლობა. სადაგონილა კომუნიკაციები, ენერგეტიკა, წყალი და ეს საშუალებები იყოს ინვესტორის ხელში. მაშინ სახელმწიფო აღარ აქვს. ბადაშალა საინგილო ხარს გიჭერთ, როგორც საინგილოდა და ჩამოვა. აი საინგილოშიც რა მდგომარეობაა? გზარი, ეხლა გახსნეს აქ ალიევის პროსპექტი და ძეგლი დაუდგინო. ხვალ ახსნია მე მგონი. ხვალ 9-ში ხსნია. მე მაგალითად არ ვარ ამის მოხრე, მაშინ უნდა დაეხსნათ აუცილებლად ძეგლი ის ინტელიგენტი კაცი იყოს, სხვათა შორის დემირჭია. რომ მოკლეს იქ ხო, სოფელში. ხო, კარენ დემირჭიანი, ინტელიგენტი ძალიან უყვარდა ქართველები. იმ კაცსაც არ უნდა დაარღვიო ბალანსი მეზობლებთან. ეხლა ამან დაბუღმა გარკვეულწილად ჩვენ სომეხი მეგობრები. არ უნდა გააკეთო ასეთი ტუტուցური გატვლები რა. ერთი ქუჩა იმის სახელით მოიხსენია, მეორე ქუჩა იმის სახელით და ვინმე სხვა იგივე ამბარცუმიანის ქუჩა, ცნობილი ასტროფიზიკოსია, თბილისელი კაცია, მსოფლიოში გვინავს მისი სახელი. ამბარცუმიანი, ხო? რაღაცა ბალანსი გააკეთე. ესაც არასწორი იქნეს და მე ახლა გასაგებია კი ბატონო ახლა აზერბაიჯანელები ჩვენი ძმებია რაზეა საუბარი მათი სახელობის ქუჩაც უნდა იყოს და მათი პრეზიდენტის ჩვენი მეგობარია და პატივსაცემი პიროვნებაა მაგრამ უნდა იყოს თანასწორობა ძმობაში ქურმუხში ვერ წავიდნენ ახლა ინგილოები რომლებიც ჩამოასახლეს აქეთ საქართველოს ტერიტორიაზე იმიტომ რომ ხიდი დაიკეტა აზერბაიჯანული მხრიდან და არ გაატარეს და 300 კილომეტრი მოიერეს 7 კილომეტრის მაგივრად რომ იმ ქურმუხის წმინდა გეორგობაში ასულიყვნენ და წინაპრების მსგავსად ქედი მოეხარათ ქრისტიანული სარწმუნოების წინაშე, ხო? ეს ხო აშკარა დისკრიმინაციაა, რაც ქვია, ხიდს მიკეტა. აქეთ ყველა პირობა შექმნილი და ასეც უნდა იყოს აზერბაიჯანელები ჩვენი ძმებია და მათ გარეშე ღმერთმა უგაცხოვროს, მაგრამ უნდა მოითხოვონ, რომ სანაცვლო პირობები იყოს და არ იყოს საინგილო სკოლებში რა ქვია, გრეხი მაპატიეთ ქართული ენის სწავლება, საქართველოს გეოგრაფიის და ისტორიის სწავლება და არ უნდა იყოს ცოდვა ქრისტიანობა. იქ და არ უნდა მიდიოდეს გამუსულმანების პროცესის მოსახლეობის. ეს უნდა ძმურად დავლაპარაკოთ აზერბაიჯანელებთან, ეს არ შეიძლება. ეს არ შეიძლება. პრინციპული პოზიციაა. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ის არის ჰერეთი უძველესი საქართველოა. კი ბატონო, საზღვრები გადანაწილდა, გადმონაწილდა, ახლა არავინ პრეტენზიებს არ აყენებს ამის თაობაზე, მაგრამ იქ არავის არ აქვს უფლება ქართული მენტალობა, ქართული ტრადიციები, ეჩქეს დააყენოს, საბაზისო ელემენტები შელახოს. და ამისათვის უნდა იყოს მოთხოვნა, ახლა ოპოზიცია რო გამოვიდეს ამ საკითხზე, არ გამოვა მიტინგი საერთაშორისო ურთიერთობაში. ამისათვის უნდა ხელისუფლება კეთილინებოს და ბატონი ალიევის წინაშე დააყენოს ეს საკითხი ძალიან პრინციპულად და მეგობრულად. ის არ იტყვის უარს. არ იტყვის უარს, იმიტომ რომ ჩვენ რო ვიყავით 93 წელს მამა ალიევს შევხვდით ბაქოში, სხვაჩური ძალიან კაი შთაბეჭდილება დატოვა და მართალია უკვე ასაკში იყო, მაგრამ საოცარი ესეთი აზროვნება ძალიან ჯერი კაცი გახდა. იქ უთხარით რომ იმათაც გითხრეს შენიშნავ აი არ წვენია თუ არც ერთი აზერბაიჯანი პარლამენტში არ ყავდა. მართლაც იცვენია რომ არ იქნება პარლამენტში აზერბაიჯანი და სომხეთი, ხო? ვაღიარებ თუ კი წვენია და მოვალ პარლამენტში გამოსულდება და გამოსულდა კიდევ მე მართალია უარგის ეს მურატ ხანოვი ახლა ის ისედია რა თქმა უნდა ზოლის სახელზე 200,000 ლარად ქვიშის კარიერი. ის ზოლს სადა 200,000 ლარი ამის რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ არის ხო?
და მაშინ თხოვეთ ჩვენ ლიმიტები ბავშვებზე, საინგილო ბავშვებზე ბაქოს უნივერსიტეტში და გაუკეთეთ სხვადასხვა. აი ეს რომ დაელაპარაკებით და დააყენე მოთხოვნას სანაცვლოდ და აი ეს გამიკეთეთ და მე ამას გაიგეთებ, ყველაფერი მოგვარება. მოსულა ეხლა საერთოდ ცნობილი ფაქტია პრინციპულ პოზიციას თუ გაიკავებ, ყოველთვის ანგარიშს გაგიწერენ, მეომრები თქვენს ხარეს არიან და პატივისცემას გიფიქსირებენ. მე მინდა ჩვენ მეომრებს დიდი პატივისცემა, ქედის მოხრა, თაყვანისცემა დაუფიქსირო, ვაშკაცი ბიჭებია, ეხლა რომ ქართულ ჯარში წავა ახალგაზრდა, ის არის სუპერ პატრიოტი მართლა, სუპერ პატრიოტია, რა პირობებია ვიცით ჩვენი, ისე არ არის სააკაშვილი მოხმები და იმ დროს გამოვიტანენ კარგს და კარგ საჭმელებს. ჩავდღეშერენ ეს ბიჭები, მაგრამ სამშობლოსაც ვარენ გულანთებული, მაგრამ მე არ მინდა, ჩვენ არ გვინდა ლეიბორისტულ პარტიას ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენი ენერგია და ჩვენი ბიჭების სიცოცხლე ავღანეთის და ერაყის ტრამალებში დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. იმ ფონზე, როდესაც პოლონეთმა, უკრაინამ, ნატოს წევრებმა გამოიყვანეს ჯარები, მათ შორის ბრიტანეთს გამოყავს უკან, დღეს ჩვენ ყველაზე დიდი კონტინგენტი შევუშვით თანაც ირანის საზღვართან. ეს არის ქართული ბიჭების სიცოცხლე თამაში უცხოეთის მიწის გამო და სააკაშვილს ეს საბრალდებო დასკვნა დაედება ძალიან მალე. ძალიან მალე სხვათა შორის. ჩვენმა ჯარისკაცებმა უნდა დაიცვან საქართველო და აქ იმდენი საქმე გასაკეთებელი, იმდენი საქმე კიდევ. რომ ამის ჩამოთვლა ტელევიზიით შეიძლება თრა დელიკატური არის. კარგი ბალაშალა, ჩვენი დრო იწურება თითქმის. მე მართლა მაინტერესებს, აი რაღაცა კოორდინაცია თუ ქონია სხვა პარტიებთან და ისე მოგვას კავკასიის ტელეაუდიტორიასთან ურთიერთობა, რომ ვეუბრძნოთ დროის გასვლა. კი, სხვა ჩვენ დრო თქვენთან და სულ შენიშნოს მეუბნებიან, რომ აი არა უშავს აი 2-3 წუთი გვაქვს. მინდა რომ რა შეიძლება მეტი ინფორმაცია გავცეთ. აი რამდენად შეძლებთ ხვალ ზეგ მაპატიეთ ამ საათზე თქვენ სხვა პარტიებთან კოორდინირებით, აი სხვა პარტიებთან კოორდინაციის პრობლემაა რა. აი ხვალ ზეგისთვის მობის, თანამშრომლობის გული გახსნილი გვაქვს ყველა პარტიისათვის, ყველასთვის გაგვიწევია თანადგომა, დახმარება ყოველთვის თვალი დაგვიხუჭავს თუ რაღაცა შეიძლება შეშლოდათ რაღაცაში და არ გაგვიხსნი არავისთვის პიარი. თუ ჩვენთვის გაუხსნიათ პიარი და რაღაც დაუბრალებიათ, არ მოგვითხოვია პასუხი და არ გვითხოვია რომ აი შე რომ შარშანწინ მაწყენინე ეს დღესაც კი მახსოვს და სხვა და სხვა. ეს პრობლემები ჩვენ არ აქვს პარტიებთან. ჩვენთვის მთავარი მტერი არის ეგრეთ წოდებული სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის თანადობით. დანარჩენი არის ყველა პოლიტიკური ძალა ჩვენი მოკავშირე და ჩვენ მათ მივესალმებით. ხვალად ზეგაც მაზეგაც და ასე იქნება. ეს შეკითხვა არ შემიძლია რომ ეს არა კითხოთ, აი შავ პიარზე მინდოდა და რაღაცა ბოროტი ბავშვის რაღაც სინდრომი აქვს ჩვენ ზოგიერთ ხელისუფალს, ახლა მე შორსავარ დეტალებზე ჩავეწიო, მაგრამ აშკარად აი რუსები რომ მიტყეს ფინიუ პადლაჟილი ისე გაგიკეთეს იმ აშკარად ბოროტი ხუმრობა იყო. ეს ინგლისის ისტორიას ხომეს. არა, იცით რა არის საიდან მოიფიქრა. არა, მე რაზე გავიგებია. არა, უარეს აკეთებენ, ახლა რაც იქ დღეშე იმას გაუკეთეს ტყემალაცეს. ხა მწვანე პარტიას ოფისს არტვევენ. იმ ქალმა რაღაც საშინელება დაწერა ქალბატონმა ლეილამ გუშინძე გაზეთში და იმ დღესვე ოფისი წაართვეს. რაღაცა შავ პიარზე გადადიან. აი ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს. წარდგენ და დაშა. ეს არის რეპრესიები, ოფიციალური რეპრესიები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. ოკრავის ამ კომიკური რეპრესიების გამო გადასცეს სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის სასამართლოს. სხვა არაფერი არ ყოფილა ის პარტიებს ერთ ოფისით წაართვა მე მგონი. ოფისებს არტვევენ. ეს იყო რა ეს რეპრესია პოლიტიკური და ეს ყველაფერი მათ საბრალდებო დასკვნას კიდევ უფრო დაამძიმეს. საჩოს მილოშევის პოლიციას აგზავნეს და მოიფიქრეს მეტი იმ ინგლისელში წერილი შეთხზეს და ეხლა რაზე მეცინება ამ სუჩი. პარტიის არქივში გვიდებს ბუშის წერილები. კონდოლიზა რაისის, კოლინ პაუელს, ჰილარი კლინტონის. მე გაგე პიარებიდან. ენტონი ბლეირის. შრიოდერი რო იყო გერმანიის კაცი, ეხლა გაზპრომის დირექტორი. ხო, აი მაგაცრიელები და მათ შორის ნენსი პილოსის მივიღე ამასინათ მადლობის წერილები. არ გაგვიხმაურებია რა. ეს როგორც კი მოვიდა, დახედა ეხლა სარედაქციო ჩვეულებრივია. არავითარ ეჭვს არ იწვევდა და პირდაპირ გაუჩვენს მოკლედ ხოთში რუსები რო იტყვენ საინფორმაციო აგენტოებში. ამას ვინ წარმოიდგენდა რომ ბოროტი ხუმრობა ჩაგიტარეს ბატონშა. ეს რატო გააკეთეს? იცით? რატო იყო ფსიქოლოგურად რომ თუ პარტია, ლეიბორისტული პარტია ასეთ პატარა რაღაცაში ტყუის, ეთქვა სხვა საკითხებში შეიძლება მოგატყუოს. ეს ეჭვი უნდა გაეჩინათ ხალხში, მაგრამ მიიღეს უკუშედეგი. მიიღეს უკუშედეგი და ამ უკუშედეგებს კიდევ უფრო კარგად არა, ხევსაც უწყობა, ყველას უწყობა, ყველა პარტიას. ჩვენ სინამდვილედ მეტი გარდა იმისა, რომ შეეთხზათ ნაცმოძრაობის და სპეცსამსახურების ოფისებში ეს ლამაზად მოხარგული და მორთული ვითომ ინგლისის ელჩის წერილი, რომელიც ამათ ძმაკაცი და მეგობარი ის ელჩი ვინც არის და კიდევ სხვა ნიუანსებია, რომელიც თვაც არ მინდა წმინდა ბრიტანეთსადმი პატივისცემის გამო
მაგრამ ეს ელჩი არ ცხვენს თავის ქვეყანას მეშინიზმს თუ. რაღაცა მეც ესე ვფიქრობ. მაინც ეს მაინტერესებს პარტიებზე ესეთ რაღაც ბინძური პიარები, რამდენად ღირსეულად აჩენს ყველაფერს ამას აი პოლიტიკურ არა, პარტიებზე ასეთი პიარები კიდევ უფრო ადიდებს იმ უარყოფით მუხტს, რომელიც ერჩვენილ დღეს იფეთქებს და ხელისუფლებას წალეკავს. ანუ ფაქტიურად იმ ტოტ ჭრიან, რაზედაც ხედავ საკუთარი ხელით. აა, ცუდი პიარებია. სხვადასხვა ის სააკაშვილი გაზრდილია იმ ქალბატონის ოფისში. რომელიც დღეს დაუსვარდეს იმ კინის კარებში. ხო, ქალბატონი ელა. ხო, ძალიან აქტიური ქალბატონია, სხვა ჩვენს ერთ პერიოდი ჩვენ ძალიან უაღრესად ვაკრიტიკებდა, მაგრამ ეხლა მეგობრობთ ეს არ დაგვიხსომებია. ესე იგი, არც იმის უნარი არ აქვს, რომ დააფასოს თქვა აი გვერდში ვინც ედგა. იმ დონეზე მაინც დააფასოს, რომ არ შეუვარდეს სახში და არ გამოგდეს ოფისიდან. იმ დონის ბოღმა აქვს ეთყობა რაღაცა ფსიქოლოგიური კომპლექსების გამო და ეს ფსიქოლოგიური კომპლექსები ფსიქოლოგის საკითხია და ერის სახდილი არ არის და მოსწონდა დაგვალებოთ თავიდან მკურნალო მე. დღეს გავიგერო მე. უამრავი თერაპევტები აგერ თქვენთან გადის რეკლამა სალხინო დალიონა რაღაცა საჭირო რაღაცა დალიონა. არის სალხი და დიდზეგს დაგიდგავთ ალბათ როდისმე. მე რა ვიცი, ჩვენი ეს ეს ეროვნული წამალია და ეროვნული მედიცინის განვითარება უნდა მიდიოდეს სამმართველოებით და არა ის რომ გადმოშტამპავენ ხოლმე. მაინც მინდა ფაქტიურად ერთ წუთი დაგვრჩა. ზეგ რისი იმედი გაქვთ თქვენი საზრით რამდენი კაცი მოვა? თუ გაქვთ ეს ორიენტაცია? ზეგ იწყება პროცესი, მშვიდობიანი პროცესი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი კაცი. 10 კაციც რომ მოვიდეს იმ 10 კაცმა შეიძლება მთელი ერის მუხტი მოიტანოს. ჩვენ არასოდეს არ ვთვლით ასე ინკუბატორი ხო არა პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არა? რამდენიც მოვა იმ დონეზე ჩაივლის ზეგინდელი დღე. შემდგომ კიდევ მეტი მოვა და თუ არ ეკნათ ჭკუა და არ დაგონებდეს თავი შეიძლება აეროპორტის გასასვლელი გზა იყოს დაკეტილი. ეგ ჩვენ ერთ დღეს. კარგად დადასტურდა. მაგრამ ჩვენ იმედოვნებთ რომ მოვა საკმაოდ სოლიდური რაოდენობა ხალხის განწყობიდან გამომდინარე და თანაც იმ ფაქტორების გათვალისწინებით რომ ქვეყანა შევიდა სოციალური გენოციდის მარწუხებში და ადამიანებს უკვე არსებობის საშუალებას და უფლებას არ აძლევენ, რასაც ადამიანები და ქართველები და აზერბაიჯანელები და სომხები და უკრაინელები და ებრაელები და რუსები და ოსები და აფხაზები არ დატოვებენ უპასუხოდ და უპასუხებენ მამაპაპურად რისხვით შემართებით და მშვიდობიანი მიტინგით. დიდი მადლობა ბატონო, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი შალვა ნათელაშვილი. როგორც თქვენ გაიგეთ 10-ში 13 ეს მაბატია 15 საათზე ბატონი შალვა ყველას იწვევს პარლამენტის წინ რომ პრინციპში კონსტიტუციური ცვლილება მოხდეს და ქვეყანა გავიდეს საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ. გმადლობთ რომ გისმენთ, კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.